მოგესალმებით. დღეს ვისაუბროთ ოჯახის გაერთიანებებზე. რას ნიშნავს ეს? ეს არის როცა ვთქვათ, green card-ის მფლობელი მწვანე ვარათის green card-ის ესე იგი მფლობელი აი ეს ვთქვათ, ვისაც ეს აქვს მწვანე ვარათი, ანუ რეზიდენტი ხარ ამერიკის. მოქალაქე ვთქვათ, არა ხარ ჯერ, მაგრამ რეზიდენტი ხარ. გააქვს ეს მოპოვებული და ვთქვათ, გადაწყვიტე რომ ამერიკაში ჩაიყვანო შენი ოჯახის წევრი. გაუკეთო მას იმიგრაცია. ვინც ფლობს მწვანე ვარათს და არ არის ამერიკის მოქალაქე, ვთქვათ, აქ ესე მწვანე ვარათი, ასე ვთქვათ, არის მწვანე ვარათის მფლობელი, მას შეუძლია იმიგრაცია გაუკეთოს მეუღლეს, ხელმოწერილ მეუღლეს, ვისთანაც ასე ვთქვათ, მოაწერს ხელს, ან აქ მოწერილი. უკეთებს მას, ასე ვთქვათ, იმიგრაციას. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ამ ვთქვათ, green card-იანი ხელს მოაწერს, მის ცოლს ან ქმარს ან შვილს გაუშვებენ ტურისტული სასტუმრო ვიზით. არა, არ მისცემენ ვიზას. ტურისტული და სასტუმრო ვიზა ძალიან რთულად გაიცემა, რეალურად არ აძლევენ. და ერთადერთი გზა არის ეს. აქ ამ საბუთებს როცა ავარებ, აქ თუ ადამიანს კრიმინალი არ აქვს, აძლევენ საშუალებას, რომ საიმიგრაციო ვიზით წავიდეს. ანუ რა ხდება, რა პროცედურებია. ვთქვათ, პირველ რიგში, ვისაც მწვანე ვარათი აქვს, თუ ვთქვათ, ბიჭი არის მწვანე ვარათიანი, ვთქვათ, უნდა რომ დაუჯახდეს, ყველა ვარიანტი უნდა ვთქვათ, ჩავიდეს საქართველოში და ხელი მოაწეროს. სოულთან, ასე ვთქვათ, ან მეუღლესთან რა. მოაწეროს. სასურველია, ხას უსმენ, ყველა დარჩეს თავთავის გვარზე. ვთქვათ, ეხლა ბიჭი კაბანაძე თუ და გიორგობიანი მოიყვანა ცოლად, ის გიორგობიანმა ვთქვათ, გოგომ სასურველია, ეს გვარი არ შეიცვალოს. ყველა იმ დრო მეტი საბუთია, მეტი ხატა ბალა, მეტი თავის ტკივილია. ყველა ჯობია დარჩეს თავის სახელი და გვარით. მოაწერენ ხელს, ვთქვათ. შემდგომ ბარდება მე ვაბარებ ასე ვთქვათ, ფორმას 130-ს. აი ასეთი ფორმა არის, ასეთ ის ბარდება ონლაინ, რასაც მე ვაბარებ. მის მომსახურებაში ვიღებ $600 პირველ ეტაპზე. ბარდება ეს ონლაინით, რთული თემა არის ძალიან. თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ, მოაწერა ხელი და გოგო საქართველოშია, ბიჭი green card-იანია და შეუძლია დაბრუნდეს. უბრალოდ ხელმოწერა არ ხდება დისტანციურად. დისტანციურად ხდება მარტო ხელის გაწერა მინდობენ. შეიძლება, მაგრამ ხელის მოწერა ფიზიკურად უნდა იყოს. რა ჭირდება იმისთვის, რომ ხელი მოაწერო? ჯერ ესეც გავიარო. თუ ბიჭს ან გოგოს მანამდე ოფიციალურად ხელის მოწერები არ ქონდა, არაფერიც არ ჭირდება. ჭირდება ეს მომავალი ცოლ-ქმარია საჭირო პირადობებით და 2 მოწმე 18 წლის ზემოთ საყვება იუსტიციაში მოაწერენ ხელს, ექნება ქორწინების მოწმობა. თუ რომელიმეს მანამდე ქონდა ხელი მოწერილი, დაჭირდება განქორწინების მოწმობა. თუ თქვათ, ავიღოთ თქვათ, ბიჭს ავდა ცოლი და განქორწინდა, თქვათ და ხელი მოაწერეს, თქვათ, საფრანგეთში ან ამერიკაში. და იქაური ქორწინების მოწმობა ქონდა და იქ გააწერა ხელი და იქ აიღო განქორწინების მოწმობა. იმ განქორწინების მოწმობას ჭირდება აპოსტილი, არის ესეთი სტიკერი. ვთქვათ, საფრანგეთში გააწერა განქორწინების მოწმობაზე ჭირდება ფრანგული აპოსტილის სტიკერია. ეს აპოსტილი რა არის? ეს არის ასეთი ხო. ასეთი რაღაცა არის სტიკერი. აი ქართული არის ესეთი. ყველა ქვეყანას აქვს ეს ოფიციალურ საბუთებს და რატომ? იმიტომ რომ საქართველოს მოგთხოვთ თუ გაიგებს რომ თქვენ მანამდე ხელი ქონათ მოწერილი განქორწინების მოწმობას
იმ ქვეყნებიდან და იმ ქვეყნებიდან რომ მოხდეს იმ ქვეყნებიდან აპოსტილი უნდა ქონდეს განქორწინების მოწოდება. თქვათ მოაწერი იმ მომენტიდან შეუძლიათ ჩამბარდეს ეს ფორმა 130 თქვენ ესე იგი ვიზებიჯის საიტი მაგდა აქ არის ასეთი ის შევა ოჯახური იმიგრაცია და გადმოიწერს აი ამ კითხვას ვორდის ფაილია სრულად გასცემს პასუხის კომპიუტერში შეინახავს და გამომიგზავნის მე და შემდგომ მე რა დაჭირდება ახლა ბიჭისგან green card-ი სურათი ორივე მხარე social სურათი განქორწინების მოწმობა ორივეს თუ ეხება ეგ საკითხი დასკანირებული ქორწინების მოწმობა დასკანირებული ნუ ეხლა მე ის უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე აუცილებლად მაგას ხოლმე ვაკეთებ სახელი გვარები ხველოდეს პასპორტები მართვის მოწმობა ამერიკული ორივე მხარე თუ აქვს იმ ცოლს თქვათ ვინც აპირებს ამერიკაში წასვლას მეუღლეს თქვათ ცოლი იქნება თუ ხმარი იქნება მეუღლე რომელიც მიყავს ამერიკაში იმის პასპორტი იმის განქორწინებებით რომ მანამდე ის ქონდა სურათები დაჭირდება ელექტრონული ვარიანტი ფორმა იქნება 600 და ესე უნდა ჩანდეს ხრებიც უნდა ჩანდეს თეთრ ფონზე 600 პიქსელი კომპიუტერული ზომა კავალზე არა და მათ შორის რაც ნიშნავს საერთო ფოტოები ფეისბუქები სკრინები ეს უნდა ჩაიდოს შიგნით რატომ რომ იმიგრაცია ნახოს რომ ქორწინება არ არის უხად არის რეალური ეს ყველაფერი არის ძალიან რთული ამას ჩვეულებრივ ადამიანი ვერ გააკეთებს იმიტომ უნდა ცოდნა აი ეს ფორმა პეტიცია 130 რომ ჩაბარდეს ერთ ადამიანზე ამერიკელები ითხოვენ მოსაკრებელს $625 ამერიკელების მოსაკრებელი და მე ავიღებ $600 მოდი ჩემ თანხას ასე ვთქვათ მომსახურების პირველ ეტაპზე ჯამში საჭირო $1225 და ჩაბარდება ეს თქვენ გექნებათ კოდი ჩემგან ელექტრონული პოსტა პაროლები ყველაფერზე წდომა რა შეივსო ანკეტაზე ივსება კიდე ცოლ-ქმარზე ფორმა I130A აი 130A ეს ფორმაც ეს ძალიან სირთულესთან არის დაკავშირებული და რა ხდება ახლა თუ პიროვნებას მიყავს აბარებს ავიღოთ ცოლზე ქმარზე და მათ ყავთ საერთო შვილები ეს საერთო შვილები აი ამ კეისში ებმევიან 21 წლამდე თუ იქნებიან ინტერვიუსთვის ისინიც მიიღებენ ვიზებს სავიზო ინტერვიუსზე თქვათ ახლა არის თქვათ ცოლი მიყავს და ყავს 20 წლის ბავშვი ყავს 18 წლის ბავშვი და 10 წლის თქვათ და ჩააბარა ეს ცოლზე ჩააბარა იმ ცოლზე მიევა აუცილებლად ეს სამივე შვილი 20 წლის 18-ის და 10-ის პირობითად გავიდა დრო და ინტერვიუზე იბარებენ და მოხდა ისე რომ ეს უფროსი შვილი არის 20 წლის 21 წლის კი შეიძლება ვიზა გაიცეს 21 წელიწადი და პლუს 6 თვე შეიძლება აპატიონ მაგრამ 22-ის არის ის ვეღარ მიიღებს ვიზას ამიტომ სასურველია შვილებზე ცალკე ჩაბარდეს მათ შორის green card-ის ფლობელს შეუძლია ჩააბაროს იმიგრაცია შვილზე პატარაზე 21 წლამდე და შვილზე დიდი რომელიც არის 21 წლის ზემოთ მათ ოღონ ეს შვილები ეს უნდა იყვნენ ან ხელმოუწერილი არასდროს არ უნდა იყვნენ ქორწინებაში ან უნდა იყვნენ ქორწინებაში და გააწერონ ხელი თუ ეს შვილიო ამ პროცესში ხელს მოაწერს ის ჩაიხსნება ამ პროცესს ხო მაგრამ ახლა არის აქ ესეთი კიდე ცალკე კატეგორია ვისაც აქვს ამერიკული პასპორტი იმას შეუძლია მათ შორის დაქორწინებული შვილიც კი წაიყვანოს ამერიკაში იმიგრაციით რას ნიშნავს ეს შვილის მისცემენ 5 თვიან ვიზას ნასამართლები არ უნდა იყოს იქ თუ ეხა სადმე იქ ჩვეულებრივ ცნობაში ნასამართლებს და გაქარწლებული და მოხსნილ ნასამართლებს ცნობაში ჩანს საქართველოში ყველა თქვენი რაღაცა კრიმინალი
თუ იქ გააქვთ ჩადენილი თუნდაც პატარა სნიკერს შოკოლადი მოიპარე მაღაზიაში და ქურდობა არის, ვიზას არ მოგცემენ მუდმივ არ შესვლას ტყურწავენ იმას რა ქვია უარს იმაზე რა ქვია შესვლაზე ამერიკაში მათ შორის ძალიან ფრთხილად იყავით კიდე ისა რა ქვია მარიხუანასთან. იმიტომ რომ ნარკოტიკია და მოწევაც ნებისმიერი ჯარიმა თუ აისახა იქ всё უარი გაქვს მუდმივი ამერიკაში შესვლაზე დათვალის შარდში ხარ. მაგრამ ესეთი ვთქვათ კრიმინალი როგორც ჩხუბი, რაღაც ხულიგნობა, აპატიებენ ან რაღაცა აი მაგალითად ქურდობა არა, ნარკოტიკი არა, რაღაც გადასახადების არ გადახდათ შეიძლება არა, აი რაღაცა არის ესეთი სია იმას ქვია აი ესეთი ცოტა სიუნთა კრიმინალ რეკორდ სიმოთ ესე უნდა აკრიფოთ აი ეგრე ქვია crime involving moral აი ესეთი რაღაცა წერია მიხვდით და აი ეს ვისაც ეს დანაშაული აქვს ჩადენილი, საუბრობთ აღარ გაუშვებენ ამერიკაში არასდროს გაიგებენ. და აი ეს პრობლემა არის ეს ესეთი ტიპის დანაშაული. აი ამ სიტყვას რო აკრიფოთ, მიხვდებით რომ ესა თუნდაც დიდი დრო იყოს გასული, შეიძლება არ გაპატიო. ცოტა მანქანასთან ნაცვალობას ფრთხილად იყავთ მარიხუანასთან მოწევა რაღაცის მოპარვა ის თუ გაიგეს ტყურწოვენ უარს და ამერიკაში არ გაგიშვებენ. იმის მიუხედავად რომ ცოლი ყავს იქ თუ ქმარი ყავს შავია. ეხლა შეიძლება რაღაც საგზაო შემთხვევა კონდეს, მაგრამ იქ შეგიმოწმებენ, ნასვამი იყავი, არ იყავით ამერიკაში და კანადაში ძალიან ისა კრიმინალია ეს. ხო, ეხლა სად გავჩერდით? ვარდება ეს ფორმა და ფორმა ეს 30 და თქვა თუ ამერიკული პასპორტი გაქვს, შეგიძლია იმიგრაცია გაუკეთო დას და ძმას, დედა და მამას, სოულს, და ქმარს მეუღლეს, შვილებს, როგორც დაუქორწინებელ, დაქორწინებულ და გაშორებულ შვილებს, ესეთი და ქვრივებს და ასე შემდეგ რა. ეხლა აი გრინ კარტიანს შეუძლია მარტო წაიყვანოს ამერიკაში ის შვილი, რომელსაც თქვათ არასდროს არ ყოფილა ხელი მოწერილი ქორწინებაში, ან გააწერა ხელი, ან ქვრივი არის, ანუ მეუღლე არ აქვს და ხელმოწერილს შვილს, ისაც შვილს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი, გრინ კარტიანი ვერ წაიყვანს იმიგრაცია. ეხლა ვადებს რაც შეეხება. თუ გრინ კარტიანს მიყავს მეუღლე აბარებს ჭირდება 30 თვე რომ ეს ფორმა განიხილონ, ეს ფორმა 30-ია. მერე უნდა კიდე ერთი 6 თვე რომ დაგიბაროს საკონსულომ და მოგცეს 5 თვიანი საიმიგრაციო ვიზა, რომ ჩადიხარ გრინ კარტი მოგდის ამერიკაში მისამართზე, რა მისამართიც არის მითითებული. 36 3 წლამდე არის ეს პროცესი, ანუ დაუჯახდება გრინ კარტიანი 3 წლის მერე წაიყვანს მეუღლეს. ან ცოტა ადრე უდრავ რა. მაგრამ თუ ის არის ამერიკის მოქალაქე, ეს ვადები შედარებით სწრაფია. დაჭირდება განხილვას არა 30 თვე, დაჭირდება 15 თვე, ნახევარი. პლუს სადღაც 3 თვე ინტერვიუს ლოდინა. და 3 წლის მაგივრად ეს გრინ კარტიანს ჭირდება 3 წელი და წელიწად ნახევარი დაჭირდება ამერიკის მოქალაქეს რომ წაიყვანოს მეუღლე. და მათ შორის იგივე ვადები არის შვილებზე, რომელიც არიან დაუქორწინებელი და არიან 21 წლამდე ინტერვიუსთვის მერე სხვა კატეგორიაში გადადიან. თქვათ, ეხლა ამერიკის მოქალაქემ დედამ თუ ჩააბარა შვილზე საბუთები, შეიძლება 8 წელიც, 7 წელი, 8 წელიც ელოდოს ეს შვილი, სანამ ისაბუთება საკონსულო. იმიტომ რომ იქ რიგითობა არის. მათ შორის ეხლა დედა-მამა, ამერიკის მოქალაქეს დედა-მამა მიყავს, ვადები არის დაახლოებით განიხილება 16 თვე, 13 თვე.
მათი кейსები პლუს 3 თვე ინტერვიუ. ანუ წელიწად ნახევარში ჩაყავს დედა და მამა. დედმამას გრინ კარტი აქვს. და დედმამას გრინ კარტი ექნება თავისთავად იმ დედმამასაც შეუძლია შვილებზე ჩააბაროს ასევე იმიგრაცია. ხო გრინ კარტი როცა გაქვს ვალდებულია რომ 12 თვის განმავლობაში 7 თვე მაინც იყო ამერიკაში. და ამერიკა არ უნდა დატოვო გადამბულად 5 თვე ნახევარზე მეტი, ანუ იანვარში ჩამოხვედით საქართველოში, უნდა დაადმატო 5 თვე და ივნისამდე შეგიძლია გაჩერდა გადამბულად. და ჩახვიდე, ანუ ხშირად უნდა იარო, რომ გრინ კარტი არ დაკარგო. ერთი წელი არ ჩახვალ ამერიკაში, შენ გრინ კარტი უქმდება და მე უნდა მოითხოვა SD ერთი ვიზა, რომელსაც ესეთ ვიზა, რომელსაც სავარაუდოდ არ მოგცემენ თუ ეხლა რაღაც ადამიანი კომაში არ ჩავარდა და რაღაც არ დაამტკიცე რომ ის რეზიდენტობას უბრალოდ დაკარგავ. ფრთხილად უნდა იყოთ, უფრთხილდეთ, მე 5 წელი რო ცხოვრობ, მე ამერიკის მოქალაქეობას იღებ და იქ უკვე ლიმიტი არ აქვს. ცხოვრებ ამერიკაში კინთ არა. ეხლა დაუბრუნდეთ ისევე დაძმის, თქვა დაძმაზე, როცა აბარებ იმიგრაციას, ამ ფორმა აი 130 ყველა ადამიანს უნდა ცალ-ცალკე იქ ჭირდება სადღაც 12-15 წელი უნდა იყოს დაძმა, როცა ისინი მიიღებთ რატო? იმიტომ რომ ეს შორეული კატეგორია არის. ეს მეუღლე არის პირადი ოჯახი და დაძმა არის ცოტა შორეულად. დედა მამა პირადი ოჯახებით არის, იმიტომ არის სწრაფად აძლევენ იმათ ვიზებს დაძმაზე ნაკლებად. ეს დაძმაც რაც შეეხება ან ვიზებს მიიღებს ვთქვათ დაძმის მეუღლეები და შვილები 21 წლამდე საიმიგრაციო ვიზებს. 5 თვიანი იქნება, ისინი გადიან ციტოში შემოწმებას ციტო აი გადიან ვაკეში ალიაშვილზე 800 ლარამდე თითოს გაავალა მედიცინის იმ პერიოდში უნდა იყოს ვიზაც ეს ხდება თქვა თუ იბარებენ უკვე საკონსულოში ერთ თვით ადრე დარეკავენ ციტოში ჩაეწერებიან და მიუტანებენ იქ ფოტოს ფოტოდისკზე ამერიკულ მისამართს ქართულ მისამართს პასპორტს, ინტერვიუს ფურცელს, თქვა თუ რამე მანამდე აცრები ქონდა. ყველაფერს გაკეთებული იმას მიიტანს, რომ აცრები ბევრი არ გაუკეთონ ერთდროს თუ არა და იმუნიზაციის ცენტრი არის. აი ტაშკენტის ათში, აქ შეუძლია ადამიანს გაიკეთოს რაღაც წითელად ციტურა, ვაყურა ტეტანუსი, დიფტერია, გრიპი. რა ვიცი, COVID-ი არ უნდათ. არა საჭირო უმეტებზე და ცნობას მოგცემენ. ამ ცნობას ციტოში მიიტან, ციტო გეტყვის რო გაკეთებული და აღარ გაიკეთეს. მაინც 800 ლარამდე თითო ადამიანი დაждდება თვითონ აგზავნიან რეზულტატებს საკონსულოში. შემდგომ ეხლა ნახეთ ორი ეტაპი არის. ჩაბარდება თუ თქვა ძმაზე, ამერიკის მოქალაქე ძმაზე ვარ 15 წელი დაჭირდება ლოდინი. ეს ნომერი გექნებათ საქმის წარმოების ნომერი და აი ამ საიტზე ეს მოწდება. უნდა იცოდეთ აუცილებლად ადვოკატებთან არ გირჩევთ საქმის დაჭერას. იმათ მისამართზე მიდის ყველაფერი საქმის კურსში არ ახარ. არ იცით რა შეავსო ანკეტაში. მე ყველაფერს ვაძლევ იმეილზე ინახავს რა თარგმნა, რა დაურთო და ონლაინით უნდა ჩაბარდეს. ეს ნომრებს ისა ჩაწერთ აი აქ. და გიჩვენებთ რა მდგომარეობაშია თქვენი საქმე და ელექტრონულ პოსტაზე უნდა გქონდეთ სტომა რამეთო და იქ მერე მოდის TBL და IVSC-ა კოდები, რომელიც ჭირდება სისტემაში შესასვლელად. როცა თანხმობა მოდის. მეორე ეტაპისასაც $600 ვიღებ, მაგრამ ჩემ მომსახურებას და იქ არის ვიზის მოსაკრებელია გადასახდელი $325 თითო ადამიანზე და ყველაზე ერთ кейსზე $120 სპონსორის განხილვის მოსაკრებად. თქვა თო 3 ადამიანი მიდის. $325 ვიზას ერთზე, 3-ზე მრავლდება, ეგ თანხა და 120 ხდება ერთხელ გადასახდელი. ეს სისტემაში ხდება გადახდა. შემდგომ ციტოს, ესე იგი მედიცინას რო გადის იქ $300-მდე ეგ ხდება, ანუ ეს არის ასე ვთქვა. ეს არის
ესე იგი იქ მედიცინას იკეთებ და მე საკონსულოში უკვე შიგნით აღარაფერს არ იხდი. თანხას არ იხდი. პლუს როცა ვიზებს აიღებთ, მე იქნება გადასახდელი $235 თითო ვიზაზე. იმიგრანტ ფი ქვია ამას. ასეთი რთული გადასახდელია $235 თითო ვიზა. ეს რა არის? გრინ კარტის დამზადების თანხა. ამ თანხას თუ არ გადაიხდით $235 თქვენ ისა გრინ კარტი არ დაიბეჭდება და ამერიკაში არ მოგივათ. კიდე კოდი მოდის, იმ კოდით მე გადახდის დროს როცა იხდით, კოდი მოდის, იმ კოდით საიმიგრაციო საიტზე ამოწეს, სად არის თქვენი გრინ კარტი მოდის, არ მოდის. გრინ კარტი მოდის 2 კვირიდან 8 კვირამდე. ჩასვლისას ვიზით ვიზა 5 თვიანია შეგიძლიათ იაროთ წინ და უკან რო ჩახვალთ შეგიძლიათ მეორე დღესვე დაბრუნდეთ. ეს გრინ კარტი თვითონ მოვა ამერიკაში მისამართზე. მეორე ეტაპზე ივსება, ესე იგი ფორმა DS 260, მთელი ინფორმაციით, პლუს კიდე სამოქალაქო საბუთები იტვირთება, დაბადების მოწვევა, ქორწინების მოწვევა, განქორწინების მოწმობა, ვთქვათ, თუ შობილს მიყავს შობლის ქორწინების მოწმობა, მისი განქორწინების მოწმობა, სპონსორის საბუთები იტვირთება, სპონსორის ფორმა ეს არის რომ ადამიანს აქვს შემოსავალი ამერიკაში. ამერიკელი თუ არ ყოფნის შემოსავალი, სხვა იქნება დამატებით სპონსორის შედება. მოსაკრებლებს იხდია, დამატებით უნდა ქორწინება, თუ ბიჭია 18 წლის ზემოთ არის ეს ბიჭი, სამხედრო ცნობა, სამხედროდან ცნობა ჭირდება, ან სამხედრო ბილეთი რო აღრიცხვაზეა, იმსახურა ანსახურა მაინც ჭირდება. 16 წლის ზემოთ ჭირდება ნასამართლეობის ცნობა და გაქართლებული ნასამართლეობის ცნობა, დაბადების მოწვევა ჭირდება, პასპორტი ჭირდება, სურათი ჭირდება. ასე მასალა ჭირდება თუ მეუღლე მიყავს, რომ ის რეალურად ერთად არიან წინები, რასაც მე ვკეთებ ხოლმე. და შემდგომ იბარებს საკონსულო, აძლევენ ვიზას, ამ ვიზას მე ის იღებს ვაკეში თაქთაქიშვილის 11 ოთართან ირლანდიის ავიზო ცენტრში და ეს ვიზა მოქმედია და მიდის და გრინ კარტი მოსდის იმას. ეხლა რა ხდება, არის კიდე მეორე პროცედურა, როცა თქვათ ადამიანს აქვს ტურისტული ვიზა. და ის ამერიკაში ჩადის, იქ სხვა რაღაცას გადის, ის არ იღებს იქ ვიზას, იქ აბარებს, ჯერ პირველ რიგში ბარდება ეს ფორმა 130, რომელიც ღირს $625, შემდგომ ბარდება ფორმა 485, ეს ამერიკაში ვინც ვიზით არის. და ამის მოსაკრებელი არის ძალიან ისა მაღალი იმიგრანტ ფი. მოდით აბა ვნახოთ. ეს რა არის? ძალიან ისა რა ქვია, ასე ვთქვათ, მაღალი გადასახდელია. так. აი აქ. არის. так, აი 130 პირველი უნდა ჩაბარდეს. გრინ კარტიანსაც აი 625 და ქაღალდით მეტი ღირს, იმიტომ არ გირჩევთ ამერიკაში ადვოკატებთან, ჩემთან დაიჭერეთ საქმე. ჩემთან რა, ვიზებიჯი საკრიფოთ, ვიზებიჯი და აქ ვარ მე, ასე ვთქვათ, ჩემი ტელეფონი. საკონტაქტო აი აქ არის. აი ესენი არის რა. ეხლა ჩვენ გადავალთ. და ეს მე ამ ფორმის მე თუ ამერიკაშია ის რა ქვია. ადამიანი, მაშინ ის რა ქვია. და გადაიხადოთ $1440 რა. მე მაგის გარდა ეს რას აკეთებს ეგ ფორმა?
ეს ფორმა რას აკეთებს და ეს ფორმა ვინცა თქვათ ჩასული ვიზით და ქორწინებაშია გრინ კარტიანთან ამერიკის მოქალაქესთან შეუძლია რომ გადაიკეთოს სტატუსი მიიღოს გრინ კარტი სანამ ეს განიხილება ის არის ლეგალურად აი ეს როცა ვარდება მაგრამ გინდა ცალკე მუშაობის უფლება ფორმა აი ეს და ცალკე ამისა სიხდი $970 და გინდა სამოგზაურო ფორმა ეს არის ადი მოდი ანუ რომ დაგჭირდეს საქართველოში ჩასვლა აუცილებლად ესეთი დოკუმენტი გჭირდება რომელშიც უნდა გადაიხადო $630 და ეს კიდე ისაც გრინ კარტი აქვს და უნდა რომ ამერიკა დატოვოს გადამბულად თქვათ 23 თვით გადამბულად აღარ ჩავიდეს და გრინ კარტი არ დაკარგოს იმანაც ეს დოკუმენტი არის ეს ჭირდება და პლუს კიდე სამედიცინო ისა შემოწმების აი ამ ფორმას აბარებენ, როცა ტოლვილობას ითხოვენ, ხდით? ტოლვილობას ითხოვენ ამერიკაში რომ ჩადიან და ამ ფორმას აბარებენ. ხა ტოლვილობას არავის აღარ მისცემენ ჩემი აზრით. ძალიან ის არის გართულებული. ხო, აი ეს ფორმა ივსება და თან უნდა გაყვეს იმ 485 ფორმას. $700 ეს აცრების და მედიცინის და ასევე ამასთან ერთად სპონსორის ფორმაც უნდა გაყვეს ეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. ამერიკის მოქალაქეს შეუძლია ცოლი თქვა ტურისტული ვიზით ჩავიდა და ჩააბაროს ეს 485, მაგრამ კარტი აქვს. yani თუ არის, მაშინ უნდა ნახოს ვიზა ბიულეტენი და რას ნიშნავს ეს ვიზა ბიულეტენი ეს აკრიფოს შედის თქვა ნოემბრის ეხლა და აქ ნახეთ რა წერია აქ არის final act აი filling date for filling family sponsor და ესეთი რაღაც ნახეთ და კატეგორია green card-იანის მეუღლე არის ეს. ნახეთ. აქ წერია შემდეგი რა. აქ არის შემდეგი თუ ხელი მოეხლა ხო არის 29 ოქტომბერი. დღეს მოაწერეს. ამ 485-ს ვერ გააგზავნიან ისინი. ეს რას უნდა დაელოდოთ. ხედავ? აი თუ ხელი მოაწერეს 22-ში ან 21 ოქტომბრამდე, აი ამ რიცხვამდე ხელი მოწერილი. მოწერილი და ფორმა I130 აქ ჩაბარებული, აი ამ რიცხვამდე. მაშინ შეუძლია გააგზავნოს ფორმა 485 და იმით გაუგრძელდება ყოფნის სტატუსი, თორე ისე ხო 6 თვე აქ ლეგალურად. და ესაა green card-იანზე. ხო, green card-იანზე. ეხლა თქვა პირობითად ვიღაცას გიორგის აქვს green card-ი, ხელი მოაწერა 5 ოქტომბერს და 15 ოქტომბერს 2025 წელს ჩააბარა ფორმა I130 ეს I130 ჩააბარა ეს თქვა ჩააბარა 20 ოქტომბერს 2025 წელს აი იმას ხედავთ აი ამ კატეგორიას აქ უფლება იმიტომ რომ ეს ჩააბარა თქვა 20 2025 ხო 20 ოქტომბერს ეს ჩააბარა და ეს თარიღი არის მეტი ამაზე. შეუძლია გააგზავნოს ფორმა I485. ამას უნდა თან უნდა გაყვეს ფორმა, ესე იგი I607 ხომ მეგონი ეს. მედიცინის თუ 607 ხო, მედიცინის ფორმა plus ფორმა ეს სპონსორის plus 765 მუშაობის plus სამოგზაურო დოკუმენტი ესენი. ეს ძვირიჯდება ჯამში ეს. და საერთოდ რო იცოდეთ კიდე ერთი მომენტი იმიგრაციაზე რო ჩაბარდება ტურისტულ ვიზას არ მიცემენ. და ისედაც არ აძლევენ. ხა არის ფიქრობთ რომ რახან ძმა მყავს ამერიკის მოქალაქე ვიზას მოუწენა, პირიქით არ აძლევენ.
რომ ძმა არ დაგიხმაროს და იქ არ დარჩი. რომ ოჯახია იმიგრანტი. აი ეს ვიზა ბიულეტენი არის ამის რა. აი ესეთი მომენტები არის რა. კიდე თუ რამე კითხვები არის დანარჩენი კიდე ჩავწერ ვიდეოებს და მე დანარჩენსაც დავით თქვათ რა და ყველა ანკეტა უნდა იყოს შენახული, კოდი უნდა გქონდეს, პაროლები უნდა გქონდეს. და მე და საქმის კურსი უნდა იყოს საჩაბარ და რა ჩაბარ და რა ფორმა, რომელ რიცხვი, რომელ საიმიგრაციოს რაც თქვენ ადვოკატი ამის საშუალებას არ მოგცემ. ამერიკაში შენთან ჯობია ჩემთან დაიჭირო საქმე და აკრიფოთ ეს ვიზებიჯი და გაიგეთებთ რა. ანუ ნახეთ როგორ ახარჯებს რაც შეეხება. პირველი ამერიკელების თანხა ჩაბარებისას $625 და ჩემი $600. პლუს მე გავა თქვა 16 თვე თუ 30 თვე. მე მეორე ეტაპია ჩემი $600 მომსახურების და ვიზის ფული თითო ადამიანზე. ამერიკელების თანხა $325, სპონსორის მოსაკრებელი ამერიკელების თანხა $120. ციტოს მედიცინას გადიხარ $300. მე ვიზას მოგცემენ გრინ კარტის დამზადების მოსაგრე იმიგრანტ ფი არის $235 თითო ადამიანზე ვიზაზე ვინც აიღებს ვიზას ის იხდის და ბილეთი რენა გააჩნია თუ ბარგით ყატარი ან თურქეთში ჯობია მოკლე გზა ყატარით რენა დიდია მაგრამ იაფი 3+14 საათი ნიუ-იორკამდე ძნელია. რაც ჯობია თურქეთშიც ან ევროპიდან ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ თუ გაგვიქიშე სულ ვიზო ევროპასთან შემე ვიზა დაგჭირდება იმიტომ რომ ალბათ თურქეთში ჯობია. ზამთარში უფრო იაფია და ზაფხულში უფრო ძვირი არის რა ვიცი. ვფიქრობ ახლა კიდე რა შეიძლება ხელი შეუშალოს იმიგრაციას. ვთქვათ, რომ ამოწმებენ ტუბერკულოზზე თუ აღმოჩნდა, დააპაუზებენ საქმეს, სანამ ორგანიზმი თუ ქურდობა გაქვს ჩადენილი და ეს ნასამართლეობის და გაგართლებული ნასამართლეობის ცნობაში აღმოჩნდა, ვიზას არ მოგცემენ, ორს კეთებენ ვიზაზე. მე იქ არის ვაივერი, ფორმა ცოდე ეს ფორმა აი 601 მე უნდა გაასაჩივილო რომ შემიწყალეთ აღარ ჩავიდნენ და ქურდობა ყაჩაღობა ველობა ცემა დღება სახში ოჯახური ძალადობა გადასახადების არ გადახდა მარიხვანის მოწევა და რაღაც ეგეთი ისინი ვიღაცის ქონები განძრახ დაწვა გაფუჭება რაღაც ეგეთი და არ გიშვებენ თუ ეს ვაივერს ექვემდებარება მაშინ შეგიწყალებენ არა და არასაკეთად არ გაგიშვებენ შარობს კრიმინალი უშლის ხელს კიდე რა უშლის ხელს იმიგრაციას არის ხოლმე რომ ვიღაცები ტურისტულად შედიან და ტყუილებს წერენ ანკეტებში და ამაზე დაგირხევენ ყველა ანკეტას ამოიღებით შეამოწმეთ თქვათ ახლა ჩვენ ტურისტულად შეხვედი მიუთით რომ ქმარი ყავდა მე მეორე შეხვედი მიუთით რომ არ ყავდა არასდროს ქმარი მე ახლა იმიგრაციას აკეთებ და გამოიძიეს ის რომ პირველ ანკეტაში მოითხოვე მეორეში მოითხოვე მესამეში ვაფშე ითხოვებ და მუდმივ უარს წავენ ამერიკაში შესვლაზე ტყუილებზე თუ თქვა დამალავ დეპორტებს კრიმინალს გასამართლეობას რაღაც ქვეყანაში თქვა ჩასვლას ირანში აი განზრახ დამალე ხა არაფერს არ გეტყვია უბრალოდ უნდა სიმართლე უნდა უთხრა ტყუილებზე რომ ტყუილი საიმიგრაციო ტყუილი არის ძალიან დასჯადი მათთან თუ კანადა 5 წლიან არ შესვლოს გიკეთებს ამერიკა მუდმივ არ შესვლოს გიკეთებს რაღაცებს რა ყველაფერს ამოიღებენ რა ყოფილა შემთხვევა რომ როდესაც ქონდა დეპორტი არ მიუთითა ტურისტულ ანკეტაში იქ საიმიგრაციო ანკეტაში როცა მიდიოდა ამერიკაში იმიგრაციით იქ მიუთითა რატო პირველში მოგვატყუე მეორეში ისა და თხულწეს უარი მე ეს ამით უნდა განსაჩივრდეს ამას დრო უნდა ამის გასაჩივრების პროფესიონალები ესენი არიან კაზნიკ რო აი საიტი არის ესენი ხო პრობლემა მაგრამ გააკვარსავენ მაგრამ
საიტი. კიდე რა ვიცი, დანარჩენი ყველაფერი უნდა კონტროლოთ, ტყუილები, მედიცინა და პლუს კიდე თქვათ ვისაც მიყავხართ იმის გარიწერია და სიკვდილი. ესე ხო რა თქმა უნდა პროცესი შეწყვება ახლა. ადამიანს ეხლა თქვა თუ დედას მიყავს ან მამას მიყავს, თქვა ვიზას იღებ უკვე და ის მამა გარდაიცვალა, всё უკვე წასვლის საფუძველი არ აქვს მიგრაციის ვიზის მიღების. და გაჩერდება ეს იმიგრაცია. ესეთი, იმიტომ რომ დროულად წადი, დროულად სამთები გააკეთეთ. აუცილებლად არის რომ თქვა ეხლა დედა არის 90 წლის და შვილს გაუკეთა ვიზა მისცეს და დროზე უნდა წავიდეს. ან რაღაცა კრიმინალი არ ჩაიდინოს აქ საქართველოში, ან იწუბოს, ან დალიოს, ან რაღაც ისეთი არ მოხდეს, რომ მე ვიზას პრობლემა შეექმნას და ან საბუთები არ დაკარგოს რა. ესე ძირითადად ეს როგორც ტურისტულ ვიზაზე არის უარი, ეგრე აქ არ არის. და მიგრაციო ვიზა სხვაერია, ეს არის 5 თვიანი ვიზა, 1-2 ჩასვლისთვის, რომ გრინ კარტი მე აიღო და ვიზას რომ მოგცემენ არ ნიშნავს, რომ გრინ კარტი პროცესი ჩახვალ ამერიკაში მომენტიდან იმ თვიდან ხარ რეზიდენტი და მე 5 წელიწადში ამერიკის მოქალაქეობაზე ავარებ. და გრინ კარტი როცა გექნებათ, აუცილებლად ცალკე იწერეთ ამერიკის დატოვების რიცხვი წელი, ამერიკაში ჩასვლის რიცხვი წელი, სამსახურები, კომპანიას სახელწოდება, მისამართი დაწყების რიცხვი წელი, დამთავრების რიცხვი წელი. და მისამართები სადაც იცხოვრებ და ასე შემდეგ. და ყველა ნათარგმნის საბუთები დაასკანეთ შენ რომ ონლაინ რო ბარდება ეს ფორმები, მე გადგებათ ეგ. ეს ჭირდება იმისთვის, რომ მე მოქალაქეობა აიღოთ, ამისთვის გამოადგება ეს ამერიკაში ჩასვლა, სამსახურები და მისამართები სადაც ცხოვრობ. ეს ინფორმაცია ყველაფერი შეინახეთ. მგონი ძალიან დეტალურად ყველაფერი გავიარეთ, წარმატებას გისურვებთ.